მინდა ჩემს სტუდიის სტუმრები წარმოგიდგინოთ ახლა აქტივისტი მეგიდია სამიძე, რომელიც დღეს გათავისუფლდა და შოთა თუთბერიძე მისი ადვოკატი. მადლობთ. მოსვლისთვის განსაკუთრებით მინდა შოთას არ ეწყინება ჩვენი ხშირი სტუმარია. მეგის მინდა მივესალმო განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენი აუდიტორია გიცნობთ. თქვენ იყავით ერთხელ ჩვენი სტუმარი ნამდვილ ამბებში და ეს დღეებიც ეს ვიდეო აქტიურად ნახა კიდევ ერთხელ ჩვენმა აუდიტორიამ. მეგი, პირველ რიგში არ მოგიხდათ საბედნიეროდ დიდხანს ბორკილები დადებავლი დიდხანს კონდათ, მაგრამ ესეთი თავისუფლები აღკვეთილი დიდხანს სხვებივით არ ქონიათ. ეს მაინც ბევრია ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანისთვის, რომელიც ციხეში ხვდება. ალბათ რაღაცა პატარა გოგონასთვის მით უმეტეს მიხედავთ იმისა, რომ ძლიერი ხართ, ალბათ მოულოდნელიც არის მაინც მიუხედავად მოლოდინებისა. საშიშიც შეიძლება არის, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, მაგრამ აი უკვე გამოსულს რა შეგიძლიათ თქვათ ორდღიანი გამოცდილების შესახებ. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ორდღიანი გამოსვლის შემდეგ რაც შემიძლია თქვა, კარგია როცა გარეთ ხარ ნამდვილად, იმიტომ რომ 4 კედელში ყოფნას ყველა ვარიანტი ჯობია გარეთ ყოფნა, რადგან უფრო ქმედითი ხარ და მე მირჩევნია მოძრაობაში ვიყო, ამიტომ მიხარია. და მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, რა თქმა უნდა. აი ფონი ისეთი გქონდათ, რომ წესით მოლოდინი ნაკლებად გქონდა ჩვენ, ისეთ თქვენს, ხო? კი, ანუ მე მზად ვიყავი, რომ მინიმუმ ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს 7 თვის განმავლობაში სასამართლო სხდომებზე ვნახავდი, სხდომების დროს ვნახავდი მხოლოდ 9, ხო. 9. ხო, ეს ისეთი მოლოდინია მძიმე. როცა არის მარტივი შესაგვებელი. იქ როდესაც გურიაში მაშინ არ ვიცოდი ლანჩხუთში რომ ვიყავი, უბრალოდ ტერიტორიულად მივხვდი რომ გურიაში ვიყავი, რადგან ხშირად ჩავდივარ ხოლმე სახლში ბათუმში. როცა უკვე შკოდების რაოდენობა მრავლად დავინახე, მანდიდან უკვე ვემზადებოდი რომ შეიძლება დიდხანს გავჩერდე ციხეში. ანუ მეგი, თქვენი ისტორია კი იცის აუდიტორიამ და ჩვენ ბევრი დრო ხა არ გვაქვს, მაგრამ მაინც მინდა მოკლედ მოამბოთ რა გარემოებებში აგიყვანეს და აი როგორ დიდ და მრავალმნიშვნელოვან საკითხად აქციეს ის, რაცაც ერთი 23 წლის სტუდენტი გოგონას დაკავება ჰქვია, რომელიც შეიძლებოდა თბილისშიც მომხდარიყო, თუნდაც ლანჩხუთშიც მომხდარიყო, მაგრამ არა ასეთი რაღაცნაირი გარემოს შექმნის ფონზე. ხო, ბათუმში მივდიოდი ჩემს მშობლებთან, იმიტომ რომ ჩემი ძმა სკოლაში მიდიოდა და მინდა და მასთან ერთად ყოფილიყავი და ეს ყველაფერი ისე მინდა და მომესწრო, რომ ჩამოვსულიყავი იმ აქციისთვის პარტიებს, რაც ჰქონდათ დაანონსებული. და წავედი ჩვეულებრივ მიკროავტობუსით, რომელიც მგზავრებით არის სავსე და შუა გზაში ტერიტორიულად მაშინ არ ვიცოდი, სად ვიყავით, გაფუჭდა ერთ-ერთი მანქანა, მე რომლითაც წავედი და გითხრეს რომ გაფუჭდა. ხო, და დაიწყო კეთება, მითხრეს რომ გაფუჭდა. და შემდეგ ანუ უცნაური რაც იყო იმ მომენტში, რამაც მართლა დამაეჭვა, უცებ წინ გაჩნდა მეორე მიკროავტობუსი და ზოგადად როდესაც ოკრიბადან მიდიხარ მიკროავტობუსებით, ეს ავტობუსები ერთმანეთს ვერ ემთხვევა საათებში, რადგან თავიანთი მგზავრები გახყავთ, თავიანთ საათებში გათვლილი, რომ სავსე ჰყავდეთ ეს ავტობუსები. და როდესაც გაფუჭდა, მძღოლმა დაიძახა, რომ ჩემთან გადმოსვითო რამოდენიმე მგზავრიო და უცებ მითხრა, რომ აი შენ შეგიძლია წამოხვიდეო და რამოდენიმე ბიჭსაც მიუთითა. და მანამდე ერთ-ერთმა ბიჭმა მკითხა ტელეფონზე თუ დაიტენა, ტელეფონი მქონდა შეერთებული, თუ დაიტენა შენი ტელეფონი, ჩემსა შევაერთებოდა. ეგ ბიჭი თან გადმოვიდა მეორე მიკროავტობუსში და ვიეჭვა, რომ მეთქი ხომ არ მომყვება თქო, ანუ იმიტომ რომ თბილისში ხშირად დამყვებოდნენ ხოლმე და მანდიდან გამომდინარე ვიეჭვა. და შემდეგ მძღოლმა მაშინ მითხრა, რომ წინ დამჯდარიყავი. წავედით და უცნაური რაც იყო ასევე ჩემთვის, რაც მე უფრო რაციონალურად გავიაზრე, ყოველ 100 მეტრში აჩერებდა და ჩემს ნაცვლად ამაზე პრეტენზია მგზავრებს ჰქონდათ, რომ რატო აჩერებან, მალე უნდათ ჩასვლა და ბოლო გაჩერება ის იყო, როდესაც საპატრულო პოლიციამ გააჩერა. და საპატრულო პოლიციამ გააჩერა იმის გამო, რომ ქვეითი არ გადაუშვა ზებრაზე. და როცა ამას უხსნი და მე უბრალოდ ვუსმენდი თან ტელეფონში, ვკითხულობდი რაღაცებს. უცებ ჩემსკენ ანუ სხვა რაღაცაზე საუბრობდა, ხან ჯარიმაზე. ესე იგი, რაღაცა დიდი სპექტაკლი დაიდგა, თითქოს თქვენთან მოახლოება იყო პრობლემა, თითქოს თქვენ შეიძლებოდა რაღაცა ამ პროცესში. არა, იმასთან საუბრის პროცესში მე მაკვირდებოდა, იმიტომ რომ მე მძღოლის გვერდით ვიჯექი. მძღოლმა თავიდანვე რადგან მითხრა წინ დაჯექიო მძღოლის გვერდით ვიჯექი და როდესაც თემას გადაუხვევდა ხოლმე რაღაც გაიღიმა ერთ მომენტში და გავხედე და როდესაც გაიღიმა ეს ხელით უჩვენებდა თან მე
მე მიყურებდა ალბათ მე რაშიც დავწუნდი ალბათ აინტერესებდა ტელეფონი როგორ მქონდა, იმიტომ რომ როგორც კი მე დამიძახა დაძახებამდე მაშინ ტელეფონი გამომართვა. სპეცოპერაცია ჩატარდა თქვენს დასაკავებლად. ახლა ისეთი სიტუაცია გვაქვს ჩვენ საარჩევნო რეჟიმია ქვეყანაში მიუხედავად იმისა რომ ბოიკოტია იმ განწყობის ხალხი როგორცაც თქვენ წარმოადგენთ, მაგრამ ამიტომ ჩვენ საარჩევნო რეკლამა გვაქვს ახლა ეთერში ცოტა ხნით უნდა შეგაფერხოთ და შემდეგ განვაგრძობთ თქვენთან საუბარს. საარჩევნო ჩვენ დავბრუნდით ეთერში სტუმრად გვყავს მეგიდია სამიძე აქტივისტი, რომელიც დღეს გირავთი გაათავისუფლეს და მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე. მე გიგვიყვებოდა თავისი დაკავების ისტორიას, რომელიც მეტნაკლებად ჩვენმა აუდიტორიამ იცის, თუმცა მაინტერესებს რა. ესე იგი, ასეთი ძალისხმევით შეკრებილი ამდენი საპატრულო, ამდენი დაკავების ორგანიზატორი, ამდენი ხალხი, თქვენ ირგვლივ ერთი ადამიანის დასაჭერად, მოკლედ, შეწუხდა, გამოგეკიდა, ჩამოვიდა, სად მოხდა ამბავი უკვე, ეს ამბავი გურიაში ლანჩხუთში ყოფილვარ, მაგრამ მე ვიცოდი რომ გურიაში ვიყავ. გურიაში მოხდა ეს ამბავი. მოკლედ, თქვენ ძიმეთ იყავით იმ თვალსაზრისით, რომ ხელები ბორკილებ დადებული ქონდათ, ქტკიოდათ, მთელი გზა თხოვდით, რომ ეს ცოტა შემსუბუქებინათ თქვენთვის გადმოყვანის დროს და ამას არ აკეთებდნენ. მოკლედ, თქვენი უფლებები მაინც პროცესში შეილახა, ხო? აი, როგორი იყო ეს მთელი ეს პროცესი უკვე თქვენთვის პატიმრის პერსპექტივიდან? ხო, ეს როდესაც მძღოლი გაუშვეს, მას გაშვებამდე ჩემთან დაკავშირებით ელაპარაკებოდნენ და მან დავინტერესდი, რომ თუ ჩემთან დაკავშირებით აინტერესებს რამე პოლიციელს, მე მკითხოს, იქ არ ვიცი მძღოლისგან რა ინფორმაცია მიიღო ჩემზე და 9 საათის შემდეგ გაუშვეს და აი ამ გაშვების მერე უკვე მოდიოდა აი შკოდების ნაკადულს ხედავდი ფაქტობრივად და მან ისიც კი ვეჭვია რომ რამდენი მანქანა იყო და ჩემს წინ 3 შკოდა იყო და 3 საპატრულო თუ 2 საპატრულო და 20-მდე კაცი დაუთვალე. ნაწილი საპატრულოს ფორმაში, ნაწილი შავებში ჩაცმული. მე რაც დავთვალე, მაგრამ ჩემს უკანაც იყვნენ, იმიტომ რომ წარმატებით დაგაკავეს. მაგრამ ჩათას ვკითხოთ თქვენს ადვოკატს, ეს რატო გახდა ასეთ ძალისხმევ საჭირო? მეგის დასაკავებლად. მე აქ ორ ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანს ვხედავ. პირველი, მაგალითად ლევან ხაბაშვილის დაკავება თუ შეიძლება რომ გეგმა იყოს რაიმე შორს მიმავალი და არჩევნებს უკავშირდებოდეს, მეგის დაკავება, მე ვფიქრობ პანიკის ნიშანი არის ძალსაღად, ნუ ეს ამ ფორმით. მართალია მე დარწმუნებული ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სუსტის ზოგიერთ მაღალჩინოსანი პრემიას აიღებს ამ რაღაცა ოპერაციის დაგეგმვისთვის და მისი განხორციელებისთვის და თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა რესურსი დაიხარჯა ამაში, ხო, მარტო საწოვის თანხა და ნუ სამუშაო დროს საერთოდ აღარ ვითვლი და ეს არის უბრალოდ იმის ნიშანი, რომ რეჟიმი არის პანიკაში და მათ უბრალოდ სჭირდებოდათ ვინმეს დაჭერა გუშინ და გადაწყდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო მეგი, იმიტომ რომ ის მართლა ყველა ის თვისება აქვს პრინციპში, რისიც ბიზნესმენის რეჟიმს ეშინია, რომ არის ძალიან დაუდგრომელი, არის ძალიან მოძრავი, არის ძალიან გონება გახსნილი და ქართული ოცნება დღეს თუ რამეს ებრძვის ამას სწორედ ხო. ხომ იცნობენ მას, რა საჭირო იყო ამ ხელა ძალების ორგანიზება, ან ეს მესმის რომ თქვენ ამთროს პანიკის ნიშანია, მაგრამ სუსის სწავლობს თითოეულ ადამიანს, იცოდნენ რომ მარტო მიდიოდა, იცოდნენ რომ იცოდნენ ისიც რომ დღეს პროკურორი ამტკიცებდა, რომ დასამალად მიდიოდა, ან მიმალვა შემყოფება უფრო მეტი საქმეში არის პატაკე პოლიციის, რომელიც ამბობს 4 საათზე არის პატაკე დაწერილი და ამბობს რომ ოპერატიული ინფორმაცია მაქვს, რომ მეგი დიასამიძე, ირმა დიასამიძე მიმალვის მიზნით იმყოფება ლანჩხუთის სოფელ გველაბაურში, რომ კითხულობ პატაკს გეგონება რომ გველაბაურში სადღაც ვიღაცა სახლში შევიდა მიტოვებულში და იქ ცხოვრობდა, ხო, მიდიოდა თავის სოფელში, შუახევის რაიონში, დედმამასთან, როგორც აკეთებს ხოლმე თვეში რამდენჯერმე შაბათკვირის გასატარებლად და ჩამოიყვანეს გზიდან ჩამოხსნეს, ხო? აქ რატომ მოხდა ეს? მე შემიძლია გითხრათ, ჩემი ვერსია არის ის, რომ ერთი ადამიანის რესურსიც ეყოფოდა მეგის დაკავებას ბათუმში დაიკავებინათ, მაგალითად რა დაშავდებოდა ამით, ხო? თუმცა ამით შეიქმნა სურათი ზოგადი, რომელთაც ზოგიერთ სამართლოს უფროსი დაწინაურდება, რომელიღაცა მინისტრი თავს მოიწონებს, სუსი თავს მოიწონებს ბიზნეს წინაშე და მაგარი დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, ხო? ეს იყო რაღაცა ძალიან იაფასიანი მიბაძვა, არც დუბაიდან ბაჩეშვილის ჩამოყვანისა, რომელშიც მე რა ინფორმაცია აქვს, უფრო ნაკლები ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე აქ, იქ უფრო ნაკლები სუსელი იყო ჩასული, ვიდრე მეგის შემთხვევაში. და ცხადია მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან ფორმალური ნიშნებიც კი რაღაცა მართლმსაჯულების კანონის უზენაესობისა პრინციპში აღარ არსებობს, იმიტომ რომ სადაც მეგი შეიძლება ესე დაიჭირონ და აქ მეგის არის საუბარი, ნებისმიერ ადამიანის დაჭერა შეუძლიათ ასე, უფრო მეტიც მე დღეს სასამართლო პროცესზე ვახსენე, რომ პოლიციელები, რომლებიც საქმეს აღწერენ და უფრო მეტიც საქმის ხერხემალი, მეგის წინააღმდეგ წარმართული საქმის ხერხემალი არის პოლიციელის, სრულ პოლიციელის მიერ მიცემული ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მე მართალია არ უჩანდა და სახე და ვერ
ვერ ვნახეო, მაგრამ მივამგვანეო აქციაზე ხშირად ვარო და აღწერს სიმაღლეს, აღწერს ხუჭუჭა თმას და ამ აღწერილობაში აბსოლუტურად 100%-ით ჯდება მაგალითად პროკურორი ანე ხუბეჯაშვილი, რომელიც ჩემი კურსელი იყო, ჩემი კარგი ნაცნობია და აბსოლუტურად იდენტური პროპორციების გადახენებია. თქვენ როგორც დაცვის მხარე ამბობთ, რომ დასადასტურებელია მეგიმ გააკეთა თუ არა წარწერა. რა თქმა უნდა, არა, დასადასტურებელი არაფერი არ არის, უფრო მეტსაც გეტყვით, არც ერთი მტკიცებულება საქმეში გარდა პოლიციის სუჩვენებისა, რომელსაც ძალიან მარტივად გამოაშკარებებთ სასამართლო პროცესზე, არ არსებობს ამ საქმეში, არ არის არც რაიმე ექსპერტიზა ჰაბიტოსკოპიური, თქვენ გახსოვთ, რომ კადრების საქმეზე, უბრალოდ ბიჭების საქმეზე, ღიმილის ბიჭების საქმეზე გქონდა ჩვენ პრობლემა და არათუ ჩვენ გქონდა ობიექტურად არსებობდა პრობლემა იმისი, რომ გამოცნობა იყო შეუძლებელია, მაგრამ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების მცდელობა ჰქონდათ მაინც იქ და ვიდეოები. ანუ ესე იგი, მე რომ ვთქვი, ჩემს შესავალში როგორც იცით, მეგიმ გააკეთა თბილისის მერის ბანერზე წარწერა რუსული ოცნება, მე ის მინდა მაინც ვკითხო, ხა მე არც პროკურორი ვარ, არც მოსამართლე, არც გამომძიებელი, თუმცა მინდა კითხოთ ეს არის თუ არა სიმართლე თუ არა. მე ამიტომზე დუმილის უფლებას იყენებს მაკითხვაზე და ზოგადად დაკითხვის დროს და ამიტომ მე გიპასუხებთ, რომ არა, ეს ნამდვილად არ არის ასე, უფრო მეტსაც გეტყვით, არც ერთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის იმის დასტურებულად, ან იმის მცდელობის სანახებლად მაინც რომ ეცადა ვინმე გამოძიებას ვინ გააკეთა ეს წარწერა. ერთი კითხვაც შემდეგ ბოლოს მეგისთან გადავალ ისევ, რატომ გამოუშვეს ის, იმიტომ რომ გამოეშვათ ის ზონდერები, რომლებიც იყვნენ დაკავებულები? მე მგონია რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ორი საქმე ძალიან უიღბლოდ დააკავშირა თავიდანვე ერთმანეთს, როცა ერთიანი განცხადება გამოაქვეყნეს, რომ თითქოს სამი ადამიანი დააკავეს სინამდვილეში რა შუაში ერთმანეთთან ეს სამი ადამიანი და ეს სამი საქმე და შემდეგ უკვე იმისთვის რომ გამოევაჭრებინათ თავიანთი ტიტუშკების, თავიანთი მოძალადეების თავისუფლება, ხო იძულებულები გახდნენ შეეშინათ რეაქციის. ესეთი მაინც იმიჯურადაც ის რომ მაგალითად გენიტალიების მაჩვენებელი მამაკაცები დაეტოვებინათ თავისუფლებაზე და ყველაზე ნაკლები დანაშაული არის ძალადობას მოძალადეების ეს ასოცირდება ამ დიდ ძალადობასთან. კლასიკური ტიტუშკები გამოუშვეს და პარალელურად დაკავება იქნებოდა თანგალაძის სახელზე კიდევ დამატებითი დგებუაძეობა, რომელიც მაინც ვერ აიცია. კი და კიდევ ერთ გარემოსმინდა ხაზზე გავუსვა, რაზეც აითეს მე საუბრობდით იმას, რომ ქართული ოცნება ხშირად ცდილობს ხოლმე რაღაცა ვინაიდან კანონიზე დაყრდნობის და კანონის მოშორების ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს, ცდილობენ ხოლმე აი ფსევდო ქართულ მენტალობაზე დაფუძნებას თითქოს ეს ვიცი ნახევარი ქართული ოცნების წარმომადგენელი ალბათ გეია თავად და გეებს ლანძღავენ და ამბობენ რომ აი ქართული ოჯახის სიწმინდე კაცობა, ქუჩა და ამას ხშირად შეხვდებით, მათ შორის პოლიციელების მხრიდანაც კი და მთელი მაგათი პროპაგანდა მაგაზე დგას ხოლმე ხშირ შემთხვევაში ეს შპანა ქუჩის მაგითი უჭირავთ რომ ჩვენც თქვენიანები ვართ, ჩვენც ქუჩა და ქუჩის წესები და რაღაცა პატივისცემა ქუჩურ წესებს და ასე შემდეგ და სინამდვილეში ძალიან მარტივი რაღაცა გამოჩნდა ის რომ პირველი მათ ქალების მიმართ და ამით უმეტეს ახალგაზრდა გოგონების მიმართ ახლა მე ბავშვს ხშირად და მეგის ხშირად შეცდომით ბავშვს ვეძახი ხოლმე. ეს არ არისო ქალების რაღაც სხვა ჯიშია უკალაძემ თქვა თქვენ დაკავებული. აი რამხელა კონტრასტია თქვენ წარმოიდგინეთ რომ გებუაძემ მზია ამაღლობელი ჩაასვენა ციხეში რომ სილა რო გამოწნაო, მეტკინაო და ლოყა გამიწითლდაო და აქ ჩვენ შემთხვევაში აქტივისტების შემთხვევაში თქვენ ხედავთ რომ თავადვე ამბობენ რომ აქტივისტების დამსახურება არის ეს მოძალადეები ციხეში რომ არ არიან. ოღონდ აქტივისტები განმარტავენ რომ მათ არ თქოს უბრალოდ ტვილი, სილა არ იწევს ისეთ დიდ კიუს და ისეთ დიდ შეწითლებას თუ რაღაცა ფიზიკურ განსაკუთრებულ ტრავმებს როგორცაც აღწერდა გებუაძე. რასაკვირველია, თუმცა ეს გახლავთ საკითხი რაც დადგა და ეს ადამიანები ღირსეული ადამიანები არიან, უბრალოდ საქმე ის არის რომ როგორც გამწარებული ადამიანი, გაბარზებული ადამიანი, ვინც ესე ვისაც ძალადობრივად მოექცნენ, რამდენიმე ასპექტი აქვს ამ ფაქტს. პირველი ის რომ იმ წუთში შეიძლება ტკივილი ვერც იგრძნო ადრენალინის მოჭრებების გამო, ეს ერთი და რომც გეტკინოს რაღაცა ორი დღის მერე ამის გახსენება რთულია ფიზიკური ტკივილი განიცადე თუ არა და მე მეორე რომც თქვა რომ ფიზიკური ტკივილი განვიცადე და ბუნებრივია ძალიან ლოგიკურია რომ ტკივილი განიცადა ყველა ადამიანს სინამდვილეში, ამისი შემოწმების გზა შემდეგ არ არსებობს როგორც გებუაძეს ვერ შემოწმებს ვერავინ გარდა რაღაცა სპეციალური ამბისა. კარგით. შოთა ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო მეგისმინდა მაინც ვკითხო. რა დოზით შეშინდით? აი სრულად გულწრფელად მინდა გკითხოთ. ეს ხო იმისთვის ხდება რომ თქვენც დაფრთხეთ სხვა თქვენი თანამოაზრეებიც ან ის ხალხი ვინც ცდილობს რომ რაღაცნაირად გადალახოს შიში და დაბრუნდეს რუსთაველზე ან გამოვიდეს 4 ოქტომბერს. შიში რა დოზით არის ახლა უკვე ციხეში ნამყოფი 23 წლის გოგონაში გამჭდარი? ახლა საერთოდ არ მეშინია, უბრალოდ მე იმ პროცესში შემეშინდა, როდესაც ძალიან დიდი ხანი არ დამარეკინეს, არ მინდა და ჩემი ოჯახის აი დედაჩემს მედიებისგან გაიგო, რადგან მისი ემოციური ფონი ვიცი ასე თუ ისე და არ მინდა რამე ჯანმრთელობის პრობლემა შექმნა და სხვა მხრივ საერთოდ არაფერს არ შემშინებია, იმიტომ რომ ჩემთვის მე როგორც გააზრებული მაქვს ეს პროცესი უბრალოდ რუსთაველზე გასვლის გამოც კი შეიძლება ციხეში იყო ადამიანი და ყოფილან კიდეც ჩემი თანამებრძოლები, ამიტომ შიში არანაირი შიში არ მაქვს ახლა.
მე მოგიყვეთ 10 წამიანი ისტორია, მეგის შისთან დაკავშირებით გეტყვით, რომ აი რამდენჯერ რომ გააჩერეს და ბევრჯერ აჩერებდნენ, იმიტომ რომ ხშირად დადიოდა ძალიან აქციებზე და ემუქრებოდნენ მითხრა რომ ამის შესახებ არავის არ ეუბნებოდა, არ უყვებოდა. მუქარასაც ჰქონდა ადგილი მანამდე, თქვენ მონიშნული იყავით. კი, რა თქმა უნდა და ამის შესახებ არავის არ ეუბნებოდა, იმიტომ რომ ჩემ მეგობრებს შეეშინდებოდა თო მე ვინმეს რომ შეეშინდებოდაო და ამის შესახებ არც წერდა Facebook-ზე, რამდენჯერმე დაწერა, სულ ყველაზე მძაფრ შემთხვევებში და არც არავის არ ეუბნებოდა და ესეთი ადამიანების დამარცხება ეხლა მამუკამდინარაძით რომელმაც მართლა ორსახოვანი ადამიანი, მამუკამდინარაძის მაგალითად კარიერას 3 ტოტი აქვს სულ, საკმაოდ ღარიბი, ერთი არის გამომძიებლობა, როცა მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში, ნაციონალური მოძრაობის მთავრობის დროს და ქრთამის აღების გამო დაიჭირეს. მერე გახლდათ ადვოკატი და არცი როგორც მე ვიცი, გარიგებული ადვოკატი იყო და დამლაგებლად მუშაობდა პროკურატურასთან და ეხლა არის სუსში და ზუსტად იგივე ტიპის კარიერული რაღაცა წინსვლის იმედი აქვს ალბათ იგივე მეთოდებით რაც ამ ორ წინა ცხოვრებაში ჰქონდა და ეგეთი ადამიანები, ეგეთ ფარისეული ადამიანები რა თქმა უნდა მეგისნაირ არის გულანთებულ და მამაც ადამიანებს რა თქმა უნდა ვერ დაამარცხებენ. მეგისნაირ როგორც მას უწოდეს ნაცების ტიტუშკა არის ასე ითქვა და ვიცი რომ თქვენ აპირებთ ამაზე რეაგირებასაც, ოღონდ ამაზე იყოს შემდეგ ეთერში. მეგი, მადლობა მოსვლისთვის. მადლობა და სოლიდარობა მინდა გამოვიცხადო პოლიტპატიმრებს და აუცილებლად ძალიან მალე გათავისუფლდებიან, დარწმუნებული ვარ ამაში. მადლობა. აქტივისტი მეგი დიასამიძე, მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე გსტუმრობდნენ. მადლობა მას.